ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტმა 4 წლის განმავლობაში 3 შენობა შეიცვალა. სად განთავსდება საბოლოოდ უმაღლესი სასწავლებელი, ამ საკითხზე ჯერ კიდევ მსჯელობენ. ვერსიები ბევრია, თუმცა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორატი სასწავლებლის განთავსებისთვის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ობიექტს განიხილავს. დათანხმდება თუ არა რეგიონის პირველი პირი სასწავლებლის ადმინისტრაციის წინადადებას და ვის დარჩება შენობა, რომელიც 2 წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა ხელოვნების უნივერსიტეტს საზეიმო ვითარებაში გადასცა. ჯენი კვანტალიანი გიამბობთ. დაახლოებით 2 წლის წინ ყოფილი პირველი საავადმყოფოს გარემონტებული შენობა ექს-პრეზიდენტმა ხელოვნების უნივერსიტეტის ადმინისტრაციას საზეიმოდ გადასცა. საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ერმილე მესხია ამბობს, რომ გადაწყვეტილება სააკაშვილის შემოთავაზებას დათანხმებოდა გამოუვალი სიტუაციის გამო მიიღო. აქ გადმოსვლამდე 2 კვირით ადრე აკრედიტაცია ვერ გავიარეთ იმ შენობის გამო, სადაც დროებით ვიყავით ფიროსმანზე სამხატვრო სკოლაში. ანუ უნივერსიტეტი რეალურად იდგა დახურვის წინაშე. ჩვენ არ მიგვეღო ეს წინადადება, ეს არ იყო უნივერსალური შენობა, მაგრამ გამოსავალი არ იყო. ან უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება დახურვაზე, ან უნდა დავთანხმებოდით აქ გადმოსვლას. სასწავლო პროცესისთვის კვლავ არასათანადო პირობებში მუშაობა, ახალი შენობის გამოყოფა და მომზადებული სიურპრიზი რეგიონის პირველი პირისთვის. ერმილე მესხია მთავრობას ხელოვნების პედაგოგიური კოლეჯის შენობის გადაცემას თხოვს და უკვე შემუშავებულ ესკიზსაც სთავაზობს. მესხია მიიჩნევს, რომ ერთი გადაწყვეტილებით 3 პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. ერთი რომ ხელოვნების უნივერსიტეტს ერთხელ და სამუდამოდ პრობლემის შენობა კონდეს, გამოთავისუფლდეს სამუსიკო სკოლაში მუსიკის ფაკულტეტის მიერ დაკავებული ფართი და მთავრობამ დაიბრუნოს მისი წილი შენობა, რომელიც მთავრობის აპარატისთვის გაკეთდა. სიურპრიზი იყო ის, რაც დღეს ვაჩვენეთ. არქიტექტურული ესკიზი, ნახატის სახით. და სხვათა შორის მე მგონი თავმჯდომარის უკმაყოფილო არ დაჭირდა. ფართი არაა ჩვენზე მორგებული, იმიტომ რომ ეს არის სამთავრობო შენობა და ჩვენ ახლა სამონტაჟოები და ისინი არაა ისე კომბინირებული, როგორც უნდა იყოს წესით და ანალოგიურად ამ სახეობებთან და ანალოგიურადაა ყველა სხვა სოციალობასთან. რეგიონის პირველი პირი ამბობს, რომ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე პედაგოგიური სასწავლებლის შენობის უნივერსიტეტისთვის გადაცემის საკითხს შეისწავლის და გადაწყვეტილებას განხილვის შემდეგ მიიღებს. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შეცვლას, არჩილ ხაბაძე ასე პასუხობს. მანამ სანამ მათი შენობის საკითხი არ გადაწყდება, ჩვენ ამ შენობაში გადმოსვლას არ ვაპირებთ. დღესაც იგივე გავიმეორებთ. ეს ამას დაჭირდება წელიწადნახევარი, 3 წელი თუ რამდენიმე თვე, ეს მანამ სანამ არ მოგვარდება უნივერსიტეტის პრობლემა ფართით, ჩვენ არ ვაპირებთ. უნივერსიტეტს დღეს პრობლემა იმასთან დაკავშირებით თავშესაფრის პრობლემა არ აქვს, აქვს მხოლოდ სწორად ფუნქციონირების და აი თქვა დარბაზების და ასე შემდეგ ფუნქციონირების პრობლემა. დღევანდელ შეხვედრაზე პროფესორ მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატების საკითხიც განიხილეს. განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ხელფასების მატება კონკრეტულ პროგრამებში ჩართვის საფუძველზე მოხდება. ეს იყო შენობის საკითხი, ეს იყო ხელფასების საკითხი. მეორე ჩვენ მუშაობთ ამის თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შენობაში გადასვლას აჭარის უმაღლესი საბჭოს გეგმავდა.